Ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ვიმყოფებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და ვისაუბრებთ მთავრობის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სატელევიზიო დებატების დროს გაკეთებულ განცხადებაზე. 200 ლარით რომ გაიზარდოს პენსია, საჭირო 2 მილიარდი და ეს თანხა ბიუჯეტში არ არის. Ფილად რომ თქვა, უცნაური კითხვა იყო დასმული. პენსიების გადასთვის ფული განათლება, ჩანაცვლა, სოციალურ პროგრამებს მოვაკლოთო? ასევე უცნაური პასუხი იყო მანქანა გაყიდეთო. ასეთი მათგანის საქმიანობა ხალხის და ქვეყნის ინტერესებს არ გამოხატავს და არ ემსახურება ხელისუფლების მომხრეების და ვისაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა მათი მომხრეების საყურადღებოდ. არის თუ არა რესურსი რომ პენსიები და ხელფასები გაიზარდოს? რა თქმა უნდა არის. ამ რესურსის პირველი წყარო არის იმ სამინისტროების უწყებების სამსახურების გაუქმება, რომელთაც არანაირი ფუნქცია არ აქვთ. თანამშრომლები დადიან სამსახურში და თვეების, წლების განმავლობაში არაფერს არ აკეთებენ. მეორე წყარო არის იმ ადამიანების განთავისუფლება სამსახურიდან, რომლებიც გაფორმებულები არიან და არ დადიან სამსახურში, მაგრამ იღებენ მაღალ ხელფასს. მესამე წყარო არის ჩინოვნიკებისთვის ყველანაირი პრივილეგიების გაუქმება. მეოთხე წყარო არის სახელმწიფო ტენდერების გაუქმება, რომელიც კორუფციის ჭაობია. მეხუთე წყარო არის ბიუჯეტის, ანუ ხალხის მოპარული ფულის უკან დაბრუნება. მეექვსე წყარო არის ბიუჯეტის გაზრდა ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობით, ადგილობრივი წარმოების განვითარება და აქციონერთა ფენის, ანუ სყიდველუნარიანი საშუალო ფენის შექმნა. ამ თემაზე ადრე დეტალურად გესაუბრეთ. დებატებში მონაწილეების მხარდაჭერებს გეკითხებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი კამათი? რა თქმა უნდა არა. ეს საკითხები შედის თქვენი ოჯახის, ხალხის და ქვეყნის ინტერესებში? რა თქმა უნდა კი. გამოდის რომ თქვენ აკეთებთ არასწორ არჩევანს და შედეგებსაც ვიმკით. რაც შეეხება გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ ამ საკითხისადმი უცნაური დამოკიდებულება აქვს მთავრობას, ოპოზიციას, ექსპერტებს, ეკონომისტებს, ბიზნესმენებს და ხალხს, მცირედი გამონაკლისის გარდა. ბიზნესმენები, რომლებსაც წლიური მოგება ათობით მილიონი აქვთ, გამოდიან პრეტენზიებით რაღაც პრობლემებზე საუბრობენ. თქვენ დალოცულებო 10, 15, 20 მილიონს მოგება და ფულად არ თვლით. ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ბიუჯეტში ფულის გადახდა არ გინდათ. თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება გაზრდა არ გინდათ. ფასები რომ დაწიოთ და ნაკლები მოგება ნახოთ არ გინდათ. სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ამიტომ ამბობ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომპანიები ხალხის თანამონაწილეობით და ასობით მილიონი მოგებიდან ნაწილი წავა ბიუჯეტში, ნაწილი ხელფასების მომატებაზე და ნაწილი 100,000-ობით აქციონერების ანგარიში. მაგრამ ხალხს არ აინტერესებს ამ პროცესებში მონაწილეობა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი პასუხისმგებლობაზე ფიქრი. აქედან გამომდინარე, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება სამწუხაროდ. მარტივია, თუ ცვლილებები არ გინდა და არ გაინტერესებს, თავისით ცუდი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ და ვერ შეიცვლება.